25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სამადლობელ სავედრებელი პარაკლისი აღევლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გორის საკათედრო ტაძარში. ასევე გადაიხადეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღმდგენ საეკლესიო კრების მონაწილეთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მე-6 ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უშუალო ძალისხმევით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასაბამიდან არის ავტოკეფალური, იმიტომ რომ მასში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა და კერძოდ წმინდა ანდრია მოციქულმა. მას შემდეგ, როდესაც ტერმინი ავტოკეფალია შემოდის უკვე მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს, მისი შრომით და მაშინდელი სამღვდელოების შრომით, უკვე ავტოკეფალურია მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოსი და ამის შემდეგ ძალიან ბევრი ქარტეხილები გაიარა ზოგადად ჩვენმა სახელმწიფომაც ისტორიულად და ასევე მასთან ერთად ეკლესიამაც. იყო რთული პერიოდები საეკლესიო ურთიერთობებში და რაც აისახა 1811 წლის, როდესაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც სამეფო ტიტული, ასევე ავტოკეფალია და დღევანდელი დღე კი არის 1917 წელს სამართლიანობის აღდგენის დღე, როდესაც მოკლედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისევ და ისევ დაიბრუნა, მოკლედ ესე რომ თქვა, წართმეული ავტოკეფალია და 25 მარტს ხელი იქნა მოწეული ესე იგი კრება, სადაც მოკლედ იქნა დამოწმებული და ისევ დადგენილი საქართველოს ეკლესიის მოკლედ თვითყოფადობა. ამის შემდეგ მოკლედ ძალიან რთული პერიოდი გაიარა კიდე ეკლესიამ და მოკლედ 1990 წელს უკვე მოხდა პატრიარქის უშუალო შრომით, მოხდა უკვე მოკლედ მართლმადიდებელი ეკლესიათა აღიარება ჩვენი მოკლედ ეკლესიის ავტოკეფალიისა და ცნობა მისი. ყველას გილოცავთ და მოკლედ არასოდეს არ დაგვეკარგოს ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენამდე.